შვილები ქეთევანი, მერაბი, ჯანელიძეები, ძალი, ირმა, ადამია, შვილიშვილები, ნინო და ავთო, დედმა მიშვილები, ოჯახებით და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ლილი ნოზაძე ჯანელიძე. დაკრძალვა კვირას 23 ივლის 14 საათზე, აღმაშენებლის 132. გიგა გელოვანი ოჯახით თანაგრძნობას უცხადებს მერაბ ჯანელიძის ოჯახს ქალბატონი ლილის გარდაცვალების გამო. კლინიკა ხარებას თანამშრომლები თანაუგრძნობენ ექიმ მერაბ ჯანელიძეს დედის ქალბატონი ლილის გარდაცვალების გამო. ავთო ადამია ოჯახით ხმამწუხარებით იუწყება ქალბატონი ლილი ნოზაძე ჯანელიძის გარდაცვალებას და თანაუგრძნობს მერაბ ჯანელიძის ოჯახს. ნანა, ია, ინგა, ნათია ბიბიჩაძეები ოჯახებით თანაგრძნობას უცხადებენ ირმა და მერაბ ჯანელიძეებს დედამთილისა და დედის ქალბატონი ლილის გარდაცვალების გამო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაცია სამძიმარს უცხადებს მერაბ ჯანელიძეს დედის ქალბატონი ლილის გარდაცვალების გამო. ემსარ შუბლაძე ოჯახით თანაგრძნობას უცხადებს მერაბ ჯანელიძის ოჯახს დედის ქალბატონი ლილის გარდაცვალების გამო. თენგიზ ჯანელიძე ოჯახით თანაუგრძნობს ქეთინო და მერაბ ჯანელიძეების ოჯახებს დედის ქალბატონი ლილის გარდაცვალების გამო. საზოგადოება სამტრედიელი თანაგრძნობას უცხადებს მერაბ ჯანელიძის ოჯახს დედის ლილი ნოზაძე ჯანელიძის გარდაცვალების გამო. ტელევიზიის თანამშრომლები თანაგრძნობას უცხადებენ მერაბ ჯანელიძის ოჯახს დედის ქალბატონი ლილის გარდაცვალების გამო. ამირან და ბორიკა ადამიანები, ჭაბუკი და ანა ჩხაიძეები ოჯახებით თანაუგრძნობენ ავთო ადამიანის ოჯახს მსახლის ქალბატონი ლილის გარდაცვალების გამო. ამირან და ბორიკა ადამიანები, ჭაბუკი და ანა ჩხაიძეები ოჯახებით თანაუგრძნობენ ირმა და მერაბ ჯანელიძეებს დედამთილისა და დედის ქალბატონი ლილის გარდაცვალების გამო. აღმაშენებლის ქუჩის მეზობლები თანაუგრძნობენ მერაბ ჯანელიძის ოჯახს ქალბატონი ლილის გარდაცვალების გამო. დედა მარინა და ნათია სიძე დათო დიშვილები და უახლოესი ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა დათო რაჟდენიძე კოხრეიძე. პანაშვიდი 23 და 24 ივლის, დაკრძალვა სამშაბათს 25 ივლის 15 საათზე დიდი ჯიხაიში. უახლოესი მეზობლები მწუხარებას გამოთქვამენ დათო კოხრეიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ დამწუხრებულ ოჯახს. მეუღლე ლამარა, შვილები კლარა, ეკა, მზია, ციცო, მურთაზი, სიძეები, იუზა ჯულაყიძე, ლერიკო კაია, შვილიშვილები, შვილთაშვილები, დედმამიშვილები, დიშვილები, ძმისშვილები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ვალიკო გოგიშვილი. პანაშვიდი 24 ივლის, დაკრძალვა სამშაბათს 25 ივლის 3 საათზე, აბაშა, 1 მაისი. ლია ბუაძე ოჯახით იუწყება, რომ გარდაიცვალა ვალიკო გოგიშვილი და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს. ავთო და დათო კოპალეიშვილები ოჯახებით დიდი გულისკევილით იუწყებიან ვალიკო გოგიშვილის გარდაცვალებას და თანაუგრძნობენ დამწუხრებულ ოჯახს. 1 მაისში მცხოვრები მეზობლები გულისკევილს გამოთქვამენ ვალიკო გოგიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ ოჯახს. შვილები შორანა და თამაზ ახობაძეები, შვილიშვილები მადონა და ლევან შალამბერიძეები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ნაზიკო შენგელია ახობაძე. დაკრძალვა სამშაბათს 25 ივლის 2 საათზე, მეორე ნინო აკუთხე. მეორე ნინო აკუთხის მეზობლები გულისკევილს გამოთქვამენ ნაზიკო ახობაძის გარდაცვალების გამო. დედა თათუშა, მეუღლე მარინა ფოცხვერია, შვილი თათია, დები, გულიკო და იზო, სიძეები, როლანდი შალამბერიძე, გენო მიქაძე, დიშვილები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, სიდედრი, სიმამრი, ცოლისა და უახლოესი ნათესავები ოჯახებით იუწყებიან ივერი შალვაზე ხაჟალიას გარდაცვალებას. პანაშვიდი ორშაბათს 24 ივლის, დაკრძალვა სამშაბათს 25 ივლის 3 საათზე, სამტრედია, წერეთლის ქუჩა ნომერი 129. მეუღლე გალინა, შვილები თემური და ვალერიანე იუწყებიან, რომ გარდაიცვალა გურამი ვარლამისძე ნიკოლეიშვილი. პანაშვიდი ორშაბათს, დაკრძალვა სამშაბათს 25 ივლის 3 საათზე, სოფელი კორმაღალი.
შვილები მარინა დათო შენგელიები ძალი მადონა ქორიძე სიძე კობა თაკვარელია შვილიშვილები აკაკი ირაკლი შენგელიები თორნიკე თაკვარელია მული ნაზი გერგეშანია დიშვილები მულიშვილები ოჯახებით იუწებიან სულიკო უშანგი სასული შენგელიას გარდაცვალებას დაკრძალვა კვირას 23 ივლისს ვახუშტის ქუჩა ნომერი 7 ბადრი ციცხვაიას ოჯახი ხმამწუხარებას უცხადებს დათო შენგელიას ოჯახს დედის გარდაცვალების გამო. ვახუშტის ქუჩის მეზობლები მწუხარებას გამოთქვამენ სულიკო შენგელიას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ დათო შენგელიას ოჯახს დედის გარდაცვალების გამო. შვილი მარინა სიძე კობა შვილიშვილი თორნიკე თაკვარელიები იუწებიან სულიკო შენგელიას გარდაცვალებას და სამძიმარს უცხადებენ ოჯახს. არაგვის პირილისა და მშვიდობის ქუჩის უახლოესი მეზობლები ხმამწუხარებას უცხადებენ მარინა და კობას დედისა და სიდედრის გარდაცვალების გამო. ვახუშტის ჩიხის მეზობლები სამძიმარს უცხადებენ შენგელიების ოჯახს ქალბატონის სულიკო შენგელიას გარდაცვალების გამო. კორმაღლის მეზობლები გულისკივილს გამოთქვამენ ლიანა ჯოჯუა კაცაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებენ ოჯახს. იონა ბერეკაშვილის გახსენება. უშენობის 9 წელი გავიდა ჩვენო კეთილო მსრუნველო მეუღლევ მამავ და ბაბუავ. გწამდე შენ სახელს დავიწყება არ უწერია. მერთმა ნათელში გამყოფოს ჩვენ კი ყოველთვის თბილად მოგიგონებთ. შენი ოჯახი.